Maყურებელო და რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივი კვლავ პირდაპირ ეთერშია და დღეს თქვენთვის სტუდიიდან ვიმუშავებთ ბატონი ოთარ ჭიტანავა და მე ირმა ცხორაგაული. მოგესალმებით ბატონ ოთარ, მადლობა მობრძანებისთვის, რომ გამონახეთ. ბატონი ოთარი გახლავთ პატრიოტთა ალიანსიდან ადგილობრივ არჩევნებში წარდგენილი მერობის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, ასე რომ მოგეხსენებათ, მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ არჩევნებში, სიის პირველი ნომერი ვარ პარტიული სიიდან, ასე რომ მე და ბატონი ოთარი დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლის დაძლევასაც ჩვენ ვაპირებთ, თქვათ, თქვენ მერის პოზიციაზე და მე კიდევ უკვე საკრებულოს დეპუტატის რანგში. დღეს ჩვენ ვიყავით რუსთავში, იქაც წარვადგინეთ ჩვენი რუსთავის გუნდი, რომელიც იბრძოლებს საკრებულოს დეპუტატების მანდატებისთვის და იცით რა შეასაქმე, ხლა ჩვენ ვუსმენდით იქ რუსთაველ გამოსვლელებს, ჩვენც მოგვეცა 1-2 სიტყვის თქმის საშუალება, მაგრამ ბატონო ოთარ, მოდით ვაღიაროთ, რომ თბილისის, რუსთავის და მე ვფიქრობ, იგივე ბათუმის, იგივე ქუთაისის, ზუგდიდის, აი ამ მსხვილი ქალაქების პრობლემა ფაქტიურად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ის პრობლემები, რადგან ჩვენ საუბრობდით თბილისში, აღმოჩნდა რომ იგივე პრობლემების წინაშე დგას რუსთავიც, ხო? ამიტომ მოდით ჩავთვალოთ ასე, რომ ჩვენ მხოლოდ თბილისის მაგალითზე კი არ ვსაუბრობთ, ჩვენ საუბრობთ მთელი საქართველოს დიდი ქალაქების მაგალითზე. მე მინდა დავიწყო აუცილებლად ახლა სანამ ჩვენ აქამდე მოვიდოდით, რა თქმა უნდა, მოკლედ გაუსაძლისი პირობებია და გაუსაძლისი საცობებია, რა წარმოუდგენელია, აი სულით მოვაღწია, რომ არ დამეგვიანა, იმიტომ რომ საცობებია დილით, საცობებია შუადღისით, საცობებია ღამით. აი როგორ ფიქრობთ ახლა, როგორ უნდა განიტვირთოს ეს სიტუაცია ზოგადად, რას ვფიქრობთ, რის გაკეთებას დააპირებთ, თქვათ, თუ კი თქვენ ქალაქის მერი იქნებით. აი ეს საკითხები მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და აქტუალურია, აი რას პირდებით მოსახლეობას აი ამ საცობების განტვირთვის თვალსაზრისით. მივესალმებით ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საცობების პრობლემა დედაქალაქში, კი ვიყავით დღეს რუსთავში, მაგრამ შედარება არ არის თბილისთან, იქ რაც აქ ხდება, ბევრად უარესი სიტუაცია, თუმცა ეს საყოველთაო პრობლემა, ისევ როგორც მსხვილ ქალაქებში ყველგან თითქმის ასეა. ბათუმში მართლაც სულ ახლახანს ვიყავი და იქაც ანალოგიური სიტუაცია, ქუთაისში, მსხვილ ქალაქებში, ზუგდიდშიც ეს არის მართლაც საყოველთაო პრობლემა, მაგრამ ხელისუფლება არის იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ გაამძიმოს ეს სიტუაცია. ის რაც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს ახალი ბასლაინები და ეს გაჩერებების ზედ პროსპექტზე გადმოტანა, არ ვიცი რომელ ქვეყანაში ნახეს, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იმ ისეთი ქუჩების განლაგებაზე, როგორც თბილისშია, რომელიც ისედაც სერიოზულ პრობლემას იწვევს მანქანებისთვის და ავტობუსებისთვის და კიდე ამის დამატება, ახალი კუნძულების დამატება მერე ეს ისედაც მართლაც მაინც სხვა მხრივაც არის დიდი საფრთხე, იქ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო იმის შემთხვევა, როცა ფეხით მოსიარულეები დაზარალდნენ, ბევრი ავარიები მომხდარა და უბრალოდ ისე არის განვითარებული ეს მიმართულება თბილისში, რომ მაგარი usამართლობა ამხრივ. ანუ ავტობუსი აქ დათმობილი ყველაზე ორი დიდი ზოლი, რომელიც 5 წუთში ერთხელ გამოივლის თუ რაღაც ესეთი ის არის და დანარჩენები ეს პატარა მანქანები, მსუბუქი მანქანები დგანან მრავალ კილომეტრიან რიგში და ჭავჭავაძის გამზირზე, მაგალითად უნივერსიტეტიდან კუსტბის ასახვევამდე რომ იხვიდე, საათზე მეტი გჭირდება. ეს არ ვიცი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი თანაბრად უნდა განვითარდეს, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე ავტობუსით მოსიარულეების და მსუბუქი მანქანებით მოსიარულეების. ამას ემატება კიდევ ის, რომ პიკის საათზე, ესე იგი, მოძრაობენ ქალაქის ცენტრალურ გამზირებში დასუფთავების მანქანები, დისტრიბუციის მანქანები, გადააკვირთების სამშენებლო დიდ მანქანებს
ეს უნდა აიგრძელოს პირველ რიგში აუცილებლად პიკის საათებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასუფთავების მანქანა მიმოძრაოს ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, როგორც არის ცენტრალური უბნები, ვაკე, საბურთალო, რუსთაველი. ეს არის პრაქტიკულად დაუშვებელი და მიუღებელი. სავარაუდოდ უნდა დარეგულირდეს კიდევ ის სწრაფი მომსახურების საკითხიც, ეს გლოვუ იქნება თუ რაღაც სხვა გამოძახების სერვისები, იმიტომ რომ ესენიც პიკის საათებში ისედაც ყველაფერი არეულ და კიდევ როგორც ხელს იმდენი შემთხვევა ავტოსაგზაო ამასთან დაკავშირებით და იმასთან რომ ეხლა იცით რა თქვენ რომ საუბრობდით რომ აი ეს ბასლაინები რაღაცა არ არის სწორად გაკეთებული, იცით ძალიან ბევრი შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს და ეხლა თქვას რომ იცით რა, ძალიან კარგია ავტობუსით ჩვენ ადვილად გადავაადგილდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ნამყოფით, სადმე გინახავთ. კი უნდა იყოს დაუშვათ, მაგრამ ცენტრალურ გამზირზე კი არა. ზოგადად არ არის ბატონოთან, კი, არ არის გათვალისწინებული ქუჩის სიგანები. როგორ შეიძლება ჩაითვალოს პროსპექტად ის ქუჩა, რომელიც 80 მეტრზე ნაკლებია. სხვა შემთხვევაში ყველგან უნდა იყოს სამხრეთ. ეხლა წარმოიდგინეთ, იქ სადაც თქვათ ავტობუსები მოძრაობენ, ხო? ის რომ ტროტუარი ფეხით მოსიარულესთვის, როგორი პატარა დათმობილი, უზარმაზარი ტერიტორია ველოსიპედისტებისთვის და ვინ დადის ველოსიპედებით ქალაქში, ზოგადად ჩვენთან ეს კულტურა ნაკლებადად არის განვითარებული და რატომ გონიათ რომ აუცილებლად ველოსიპედებით უნდა ვიმოძრაოთ და უთანაბროდ არის ისედაც ეს ვიწრო ქუჩები, რომელიც თან ამას ემატება შუქნიშნები, აი ჭავჭავაძეზე იმ 2 კილომეტრიან მონაკვეთში 26 შუქნიშანია. 26 შუქნიშანი, კი, სრულად გეთანხმები და ეხლა იცით რა, აი კი, რა თქმა უნდა, ყველასთვის თქვენ არაჩვეულებრივად აღნიშნეთ, რომ ფეხით მოსიარულესთვისაც, იმ ავტობუსისთვისაც, იმ მანქანისთვისაც, ნებავთ იგივე იმ ველოსიპედისტვისაც, ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ეს გადანაწილებული და ეხლა იცით რა, ქალაქის მერი რო გამოდის და პირდაპირ რო გვეუბნება ჩვენ რომ გინდა თუ არაო, ეხლაო პრიორიტეტიო, მხოლოდ თუ ავტობუსს ექნებაო და გინდათ არ გინდა ჩამოდი თქვენი მანქანებიდანო და იარეთ ავტობუსით, იცით რა, უკაცრავად არ მინდა იმ ავტობუსით, არა მაქვს მიარჩევანის უფლება? მე მინდა ვიარო თქვა ჩემი ავტომობილი და რატომ უნდა შემექნო მე ის პირობები, რომ მაიძულო რომ რაც შეიძლება დიდ საწვავში ვიყო, რაც შეიძლება მეტი საწვავი დამეწვას, რომ რაც შეიძლება მეტი საწვავი გაგისაღოთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ საწვავების თავი და ამ საწვავებიდან კორუფციაში ვინ არიან ჩართულები და როგორ არიან ისევ ეს ჩინოვნიკები და ისევ საჯარო მოხელეები არიან ამ წილებში და ამიტომ რაც უფრო მეტი გასახდება, უფრო მეტი საწვავი, უფრო მეტი აინტერესებს. ამას ემატება ასევე ვიწრო ქუჩებზე, ეს მშენებლობების, განაშენიანების დაუსრულებელი პროცესი ამ ცენტრალურ უბნებში. ჩვენ ვთქვით კიდევაც და ვიმეორებ, რომ 25 მეტრზე ნაკლები სიგანის ქუჩა არ შეიძლება იყოს ორმხრივი. ეს უნდა იყოს სამმხრივი და ამ ქუჩებზე არ შეიძლება მინდა უთხრა ტელემაყურებლებს, რომ სამსართულიან სახლზე მეტის აშენება, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იწვევს ამ ქუჩების პარალიზებას. ანუ მე არ მეგულება თბილისში ცენტრალურ უბნებში ოჯახები, რომელსაც ერთი მანქანა მაინც არ აყავთ. წარმოგიდგენიათ, ხო? ამ ვიწრო ქუჩაზე, 20-25 მეტრიან ქუჩაზე, რომ ააშენებთ 15 სართულიან სახლს, ანუ უფრო მეც. რა იქნება ქვევით? არავინ, არც ერთი დეველოპერი არ ითვალისწინებს, არც პარკირების ადგილებს, არც იმას თუ როგორ გაივლის მანქანას. თავარია მათ ააშენონ ფული და იქიდან ნახონ მოგება, არ აინტერესებთ ვინ როგორ გაივლის, ასე არ უნდა იყოს. უნდა აიგრძალოს ამ ადამიანებისთვის ეს რაღაც ასეთ მიშვება ამ პროცესის, არავითარ შემთხვევაში ამაზე ნებართვები არ უნდა გაიცეს, რომ ამ ხელაკორპუსები აშენდეს ვიწრო ქუჩებზე. ეს უნდა იყოს ასე და საერთოდ მოძრაობის განტვირთვის მიზნით აუცილებელია დაინერგოს გრიდული, ანუ ბადისებრი სისტემა, რომელიც გულისხმობს ახალ ურთიერთგამავალ ქუჩებს, ამის გაყვანას ანუ რაღაც დანიშნულებამდე წრიულად კი არ მოვიდეს და ერთ დიდ ბადეთ შეკვრას, კი. ესე არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ამერიკაში ძალიან ბევრ მსხვილ ქალაქში არის ეს სისტემა. შეიძლება ამის აქ დანერგვაც, რაც სერიოზულად მართლაც განტვირთავს მოძრაობას ცენტრალურ უბნებში. და რაც შეეხება იმას, რომ აი ამ ქუჩებს კიდე მოყვება ეს ახალი პრობლემა ამ პარკირების და
საერთოდ ამ მიმართულებით არაფერი არ კეთდება სამწუხაროდ. ბოლო 9 თვის განმავლობაში პარკირების ჯარიმებიდან სახელმწიფო მიიღო 145 მილიონ ლარამდე შემოსავალი და არაფერი არ კეთდება. ეს ამ ფულს ვიხდით ჩვენ იმისთვის, რომ კეთილი ინებოს ის ვინც დააწესა ამ პარკირებებზე ჯარიმები და 1000 გვარი უბედურება იზრუნონ იმისთვის, რომ პარკირების ადგილები შექმნან დედაქალაქში. ეს იქნება ვერტიკალური პარკირება, შეიძლება არ ვიცი, მიწისქვეშა პარკირება, არაფერი მსგავსი არ ხდება. ერთადერთი რაღაც მიზერული თანხა ესე იგი არის გამოყოფილი საღებავებზე, რომელთაც ესე იგი ხელახლა ახლებენ იმ პარკირების ადგილებს. პარკირებით, ხო? ის კიდევ უფრო მეტად ავიწროვებს ქუჩებს და რაც თავარია, იცით, ეს მაღალსართულიანი ცათამბჯენები, ეს რკინის და მინის ან როგორ გაიზარდა ეს პარკირება, ძველად ესე იგი გვენატრება უკვე სიტი პარკი რო იყო, რომელიც აჯარიმებდა 10 ლარად. ეხლა ეს არ გვაკმარეს და 50 ლარამდეა. თუ რაღაც, არ ვიცი, ისეთ ადგილას რაღაც კონკრეტული ადგილები აქვთ მათ, თუ არ მოეწონათ იქ თუ დააყენე, მიყავთ საჯარიმოზე იქ 250 ლარია გადასახდელი და ეს რაღაც ახალი ბიზნესია ამათი, რა არის, ვერ გავიგე, ეს აიგრძალება აუცილებლად, პარკირებაზე გადასახდელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალურ უბნებში და ან ისეთ ადგილებს, სადაც მსხვილი საავადმყოფოებია, ადმინისტრაციული შენობებია, მათ გასწვრივ იქნება მხოლოდ პარკირება. ზარია პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ სმენელი. მოგესალმებით, ისაუბრეთ. მისმენთ? დიახ, გისმენთ. ერთი რაღაც მინდა რომ შეგეკითხოთ. დიახ. ერთი რაღაც მინდა რომ მისმენთ? ბრძანეთ ბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ. ერთი რაღაცა მინდა რომ თქვა. თქვა ობიექტივის ხო ხართ? დიახ. ობიექტივში რეკავთ. კი. ერთი რაღაც მინდა რომ იმახსნა. ახლა რაღაცებს რო ვარჩევ ჩვენ ახლა სულუკიანი რო არჩევს რაღაცებს. ერთი მაინტერესებს რა ეს რომელი პრეზიდენტი რო ყავდა ეს გამსახურდია, კოსტავა, წერეთელი ეს გამოვიკლოთ ეს ვინ მოკლა ეს ხალხი. გასაგებია. ეხლა ცოტა ისეთი კითხვა დაგვიშვით ბატონო ჩემო, ამას ერთი გადაცემა და ობიექტივი კი არა, ამას მთელი საგამოძიებო კამპანია ჭირდება და ამას ჭირდება ამისთვის საჭიროა რომ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა და სწორად რომ რეალურად გამოკვლეულ იქნას ყველაფერი, მაშინ ხელისუფლებაშიც სწორი და მართალი ხალხი უნდა იყოს მოსული, ასე რომ ამას მართლა გამოძიება ჭირდება და მართლა ისეთი შეკითხვებია, რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა გაიცეს და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ჩვენ დიდია ჩამონათვალი ისეთი საზოგადო მოღვაწეების, რომლებიც არიან დაღუპულები, დღემდე ვერ გაგვირკვევია რა მოხდა. რა თქმა უნდა. ალო? გისმენთ, ბრძანეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით, საღამომშვიდობით. მოგესალმებით. დიდი პატივისცემა მიიღებს ჩემგანი. გაიხარეთ. საბატონო იმასთან, ბატონო ოთარ. მადლობა. ძალიან დიდი სიმპათიის განწყობილი ალბათონი იმასე ბატონთალის პრინციპია კიდე ბევრზე გამხome ისურვებს არბატებებს დიდობას ისურვებს პირველში სოფლიოს ყოფილიყო პირველში ხვიდობა ჩვენს ქვეყანაში ერთსოდა სამწუხაროდ დაალაგებულიყო ამ ხელამა სამწუხაროში და ოსულიყო ჩვენაირი სულიარი ერუდირებული განათლებული ხალხს რომ მოუწევს პატარა სასაძი მოხუცად და აფაჯებს. გაიხარეთ. მინდა გულისხმობ პატარებს. მადლობა დიდი უღრმესი მადლობა მივახცეთ ჩვენ წარმატებას აუცილებლად თქვენთან ერთად მთელი ჩვენს გუნდთან ერთად. ბატონო ოთარ, ეხლა ჩვენ საუბრობდით ამ ცათამბჯენებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, ქაოსურად არის სულ ჩალაგებული, ხო?
ჩვენი პროგრამის მიხედვით ახლა ჩვენ რასაც თავაზობთ, ვეუბნებით, რომ თბილისი უნდა განაშენიანდეს და ახალი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, თქვათ, რუსთავის მიმართულებით, ახალი ქალაქი უნდა გაშენდეს რუსთავის მიმართულებით და თვითონ ცენტრში აბსოლუტურად უნდა აიგზავნოს შენებლობა. გავაგრძელეთ აუცილებლად ამ თემაზე საუბარს. კვლავ ზარია არ მინდა ტელემაყურებელი ვალოდინო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ჰალო. ბრძანეთ ბატონო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. დიახ. ჰალო. გისმენთ ბატონო, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გაიჩა. მოკლედ ამავდროულად ეს ცათამბჯენების გამო აქ არ არის გათვალისწინებული მისი სიმაღლის კოეფიციენტი, შესაბამისად არ არის გათვალისწინებული მაცხოვრებელთა ოდენობა, რაც რეალურად არა მხოლოდ ტრანსპორტს უქმნის პრობლემას, ფეხით მოსევრთ უქმნის პრობლემას, იქ წყალგაყვანილობა, 1000 კომუნიკაცია და არ არის ეს კომუნიკაცია გათვალისწინებული ასეთ დატვირთვაზე, ხო? ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ ცათამბჯენებს და ამ ახალ არქიტექტურულ სტილს. აი თქვენი გადმოსახედიდან ბატონოთა, რამდენად მისაღებია აი ასეთი სრულიად განსხვავებული სტილი, სრულიად განსხვავებული იერსახე ქალაქ თბილისის. აი რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ მშენებლობებისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ? ესე იგი, ბოლო პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში მართლა ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა დედაქალაქი იმ თვალსაზრისით, რომ დაკარგა ის ძველი ისტორიული და ტრადიციული იერსახე, რომელიც მას გააჩნდა სწორედ აი ესეთი უპასუხისმგებლო მმართველების გამო, ასევე დამატებული დეველოპერების, რომელიც ფულის იქით სამწუხაროდ ვერაფერს ხედავენ, ოღონდ რაღაც თავისუფალი სივრცე იპოვონ, არაფრად დაგიდევენ, ჩააშენებენ იქ კორპუსს. ნუ არ შეიძლება ხო არის რაღაც სტანდარტები უნდა არსებობდეს ამისთვის, ამ სტანდარტებს არავინ არ იცავს და რახან ამას არავინ არ იცავს, ჩვენ აუცილებლად თუ გვექნა ხალხის მხარდაჭერა, აუცილებლად უნდა შევქმნათ კომისიას, რომელიც იქნება ისეთი ხალხით დაკომპლექტებული, რომელსაც აქვს დიდი წონა არქიტექტურაში, ურბანისტიკაში, გამოცდილება, აქ იქნება ყველა თაობის ამ პროფესიის ადამიანი, რომლებიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან იმ ამბავში, რომ ეს სიტუაცია რაღაც უნდა გამოსწორდეს აუცილებლად, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. აქ უნდა შემოღებული იქნას ძალიან ბევრი აკრძალვები, რადგან მაგალითად თბილისის ძველ უბნებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მაღალსართულიანი კორპუსების აშენებას, რაც მართლაც ამახინჯებს ვიზუალურად თბილისის ძველ უბნებს და კარგავ, ზოგადად ქალაქის იერსახე სრულად კარგავ და მის აი ტრადიციული სტილი კარგება. ტურისტებს ასე იზიდავდა და ანცვიფრებს ბატონო. სწორი, ასევე ცენტრალურ უბნებში მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ახალი მშენებლობები. და ამიტომ ჩვენი გეგმის მიხედვით თბილისი თუ ითხოვს გაფართოებას, თბილისი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს რუსთავისკენ, რადგან ჩვენ ისედაც ქალაქში უმძიმეს სოციალური ფონი გვაქვს, ჩვენ გვჭირდება აუცილებლად მუნიციპალური ბინაშენებლობა. ვისაუბროთ ამ სოციალურ ფონზეც აუცილებლად ჯერ ზარია, მოდით შემოვიყვანოთ ზარი. მობრძანდით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. მოგესალმებით. დიახ, ბრძანეთ. ბატონოთა გისმენთ და ქალბატონო თქვენი სახელი არ ვიცი როგორ ირმა ქვია მე. ძალიან სასიამოვნო. კი ახლა თქვენ ახლა ბრძანებთ რომ ესე იგი მშენებლობა დედაქალაქის გაგრძელდეს რუსთავისკენ. და ესე იგი წარმოიქმნეს რაღაცა დიდი მონსტრი ქალაქის. და ის იმას არავინ არ ამბობს, არც ერთი ესე იგი დეპუტატობის კანდიდატი, პრეზიდენტობის კანდიდატი რომ საქართველო არის აგრარული ქვეყანა. ამ ხელა მონსტრებს, აი თითქმის 2 მილიონი ცხოვრობს თბილისის მოსახლეობა უკვე. თითქმის 160,000-მდეა დაახლოებით რუსთავის მოსახლეობა.
უკვე რომ გაიერთიგი ამათ ერთი მეორისკენ ესე იგი მიმართულებით უტავა მშენებლობები და უკვე 3 მილიონიანი ქალაქი გახდება იძულებულია ქვეყანა რომ ესე იგი ვინ უნდა შექმნას ეს პროდუქცია რომელმაც 3 მილიონიანი ქალაქი უნდა არჩინოს ასევე ქუთაისი დაახლოებით 300,000-იანი ქალაქი ასევე უკვე ბათუმი და ეს ათიშვილი იმას არ ამბობს რომ ამ აგრარულ ქვეყანაში დამაგრდონ სოფლებში ადამიანები გასაგებია რეგიონებიდან აქშაობს მთელი რეგიონები გაგცემთ პასუხს გასაგებია ბატონო ჩემო პირველ რიგში ეხლა თქვენ თუ თვლით რომ თბილისიდან თქვენ ისნებართვით ბატონოთარ თუ შეიძლება თქვენ რომ ბრძანეთ რომ თბილისიდან რუსთავამდე თუ გაგრძელდა ქალაქი და განაშენიანდა ეხლა ჩვენ რომ ვამბობთ რომ ცენტრში აღარ უნდა სოკოებივით აღარ უნდა ამოვიდეს ეს შენობები და თუ გაშენება მაშინ აი რუსთავის მიმართულები და რომელ აგრარულ დოვლადზე მესაუბრებით თბილისიდან რუსთავამდე რამე განსაკუთრებული სოფლებია და ის სოფლები უნდა მოვიცვათ იქ ფაქტიურად დასახლებები არ არის და სულ ასე ვთქვათ მინდვრებია გაშლილი და ეხლა ეს აგრარულ სექტორს ეს ნამდვილად არ დაგვიჩაგრავს მაგრამ თუ კი თქვენ საუბრობთ იმაზე რომ აუცილებლად აგრარული ქვეყანა ვარ ჩვენ და სწორედ აგრონომით უნდა დავდგეთ ფეხზე ძალიან დიდ ბოდიშს გეტყვით მაგრამ თქვენ შემცდარ ხართ მე თქვენ ამაში ვერ დაგეთანხმდებით ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ სოფლიო ეკონომიკის დამეთანხმეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია სოფლიოში წამყვანი ქვეყნებია ხო და ჩვენ მათ ვერ დავეწევით უკაცრავად თქვენ რომ რაკეტაში რომ ჩავჯდეთ და ისე რომ ვდიოთ და ამიტომ სწორედაც ის ამერიკა და ის რუსთავი ბოდიშს გიხდით ზარია მაგრამ უნდა დავასრულო აუცილებლად პასუხი უნდა გავცე ამ ბატონს ამერიკის და იაპონიის სოფლიო ეკონომიკის 30% უკავიათ სწორედ ახალი ტექნოლოგიებით ხო და ამიტომ ახალი ტექნოლოგიებია დასანერგვი ჩვენ თუ გვინდა წინ წავიდეთ დღეს ახალი ტექნოლოგიების ერა დღეს კომპიუტერული ერა ამიტომ თუ კი გვინდა რომ ჩვენ ქვეყანა განვითარდეს სწორედაც ახალგაზრდები უნდა აღზარდოთ ჩვენ ამ კომპიუტერული პროგრამირების სწავლებით აი ეს არის მთავარი მიმართულება და ახლა რაც შეეხება იმ აგრარულ სექტორს აზედაც თქვენ ბრძანებთ ქვეყანაში ზუსტად იმდენი უნდა იყოს რამდენი ჩვენთვის საკმარისი იქნება და შესაძლებელია კიდევ გატანაც თუ არა ბევრი ჩვენ ბევრს ვერც გავიტანთ აქედან და რა უნდა გავიტანოთ ისეთი რომ არიქა და შარიქა ვიღაცა იქ გავაცვიფრო და ღვინო იყო და ღვინო წოდნებად ვიყავი წარმოდგენილები და აგერ მთელი საფრანგეთი და მგონი ევროპის ქვეყნებმა ყველამ დაიწყეს უკვე ამ ღვინის წარმოება ასე რომ ვეღარავის ვერ განვაცვიფრებთ ერთადერთი რითიც შეიძლება ჩვენ ამ აგრარულ სექტორში ნაბიჯი გადავადგა წინ ის რომ ძლიერი დოვლათი კონდეს იმისათვის რომ სოფელმა შეძლოს ქალაქის გამოყვება აი რომ ქვეყანას კონდეს თავისი შიდა რესურსი რომ იმპორტი აღარ მოხდეს და შემოტანა აღარ მოხდეს უცხოური პროდუქტის აი სწორედ ამ დონემდე გვინდა ჩვენ აგრარული სექტორის განვითარება თუ არა რასაც ეწოდება ქვეყნის განვითარება რაზედაც თქვენ მესაუბრებით აგრარული სექტორით ჩვენ წინ ვეღარ წავალთ კიდევ ერთხელ ვამბობ დღეს არის ახალი ტექნოლოგიების ერა აი ეს არის და ეს ახლა ზარია პირდაპირ ეთერში და გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ ჰალო ბოდიშს გიხდით გალოდინეთ ისაუბრეთ ბატონო რა არის მე ვარ ერთადერთი მოქალაქე რა უბრალო მოქალაქე გავიარე გაგანის მოედნიდან მაღლა სამგზავროზე გაგანის მოედნიდან მაღლა ისეთი შენობები აღსვენებული ჩემი თავი მეგონა გვირაბში მივიდიოდნენ აქეთ კორპუსი იქით კორპუსი დაბრუნებული ყველაფერი აი ეს არის და ქალაქი ვაფშე დამახინჯდა კი ბატონო ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი ზუსტად გეთანხმებით სრულად მადლობა ზარისთვის ბატონო ოთარ ეხლა ჩვენ დავიწყეთ საუბარი ამ მუნიციპალურ ბინადმშენებლობაზე მოდით ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას თუ რა არის ეს მუნიციპალური ბინადმშენებლობა და რას გულისხმობთ ამაში ბოლოს წინას მინდა უპასუხო აგრარულ თემებზე ჩვენს გეგმაში გვაქვს ამოქმედოში რომ თბილისში აუცილებელია 3 ან 4 ბაზრობა ქალაქის შემოსასვლელებში აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენმა გლეხმა რომელიც არის დღეს რეგიონში რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემები თავისი მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციასთან სწორედ აი ამ ხალხსაც დავეხმაროთ იმისთვის რომ მათ
შეძლონ უფასო ავტობუსებით ჩამოიტანონ ამ ბაზრებზე და გაყიდონ თავისი პროდუქცია. დღეს ცოტა სხვანაირად ხდება. თბილისში ან ვერ ჩამოდიან, ან აძლევენ გადამყიდველს, ეს და გადამყიდველი კიდე სამმაგ ფასში ესე იგი უკეთებს რეალიზაციას ამას დედაქალაქში და ეს ესე რო არ იყოს. პირიქით, ამითაც ჩვენ სტიმულირებას ვაძლევთ სწორედ ჩვენს გლეხობას სოფელში, რომ მათ ეცოდინებათ, რომ თავისი მოყვანილი პროდუქციის გარანტირებული ბაზარი უკვე არსებობს დედაქალაქში და ამის შესაძლებლობა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მისცეს. რაც შეეხება მუნიციპალურ ბინადმშენებლობას და თბილისის ეს ბაზარში დგომაც ასე ვთქვათ უფასო იქნება, ხო? არ იქნება არანაირი გადასახადი. კი ბატონო. და რაც შეეხება ზარია ისევ ზარია, კარგი, შემოვიყვანოთ კლავ ზარია. ბრძანეთ ბატონო პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მოგესალმებით. ეხლა თქვენ ვშენობთ თბილისის განვითარებაზე ხალბატონო, ხო? დიახ. ხო და პირველი თბილისის განვითარება კი არ არის. სოფლის მეურნეობის გაურნეობა კი არ არის. გუშინ გამოაცხადეს, რომ 5000 თუ 7000-ით მეტი დაიღუპა საქართველოში, ვიდრე დაიბადა. კი ბატონო. ესე იგი ჩვენ კატასტროფის წინაშე ვართ. დიახ. 20 წელიწადში ქართველი აღარ იქნება. გაიხარეთ. კალაძე ვისთვის აშენებს იმ სკვერებს, რა ქალაქებს აშენებს. მიხედონ იმას, რომ მიცენ სტიმული დედას, რომ მან შვილები იყოლიოს, რომ ქართველობა გადარჩეს, თორე 20 წელიწადში აღარ ვიქნები. სწორია, გეთანხმებით, სწორედ აი ამისთვის აი ამ თემაზე ვიწყებდით ზუსტად ახლა საუბარს და თქვენი ზარით ძალიან დროული იყო, ვფიქრობ, მოდით გავცეთ პასუხი ბატონო. სწორედ ამ თემისთვის გვჭირდება ამის გაფართოება, იმიტომ რომ უმძიმესი სოციალური ფონია თბილისში. ბევრჯერ მithქვამს და გავიმეორებ, რომ 250.000-მდე სოციალურად დაუცველი და სოციალურ დახმარებას იღებს, 170.000 საარსებო შემწეობას, 45.000 უფასო სასადილოებში იღებს საკვებს. ეს არის მართლა საგანგაშო მონაცემები, ამიტომ მთელი ყურადღება უნდა იქნას გადატანილი სწორედ ასეთ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანების დასახმარებლად და თქვენ რო იცოდეთ, რამდენია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, სადღაც 100.000-მდე ოჯახი თბილისში პრაქტიკულად ცხოვრობს მიტოვებულ შენობებში, ცხოვრობს პარკლებში, ცხოვრობს ვაგონებში და ეს როგორ უნდა გადავრჩეთ, ხო? არ მიკვირს აბსოლუტურად იმ მონაცემების ზარია და ისევ არა უშავს და დავასრულოთ ეს აზრი, რომ როგორ ვაპირებთ დახმარებას ამ უმწეო ოჯახებს ბატონო. ამ უმწეო ოჯახებს აუცილებლად მრავალშვილიან ოჯახებს, ის ოჯახები, რომლებიც არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელსაც არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ესე იგი შეიძინონ ბინა, მათთვის აუცილებლად მუნიციპალურ ბინადმშენებლობაში იქაც შეიქმნება აუცილებლად კომისია, რომელიც შეისწავლის თითოეული ოჯახის ისტორიას და მათ აუცილებლად უნდა გადაეცეთ სახელმწიფოსგან საჩუქრად ეს ბინები, ეს არის წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტის 2%, რომელიც დააკმაყოფილებს წელიწადში 4.000-მდე ოჯახს. ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ერთბაშად ჩვენ ნამდვილად ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ 100.000-ვე ოჯახს გადასცეს ბინები. ეს მოხდება რამოდენიმე ეტაპით, მაგრამ რაღაციდან ხომ უნდა დავიწყოთ, არა? პირველი ნაბიჯი იქნება ეს, დეველოპერებსაც ექნებათ იმის საშუალება, რომ თავისი ბიზნესი განავითარონ უკვე რუსთავის მიმართულებით და იქ ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე კონკრეტულ ქუჩებზე გაიხსნება იქ საბავშვო ბაღიც, ეს დეველოპერების გასაკეთებელი სკოლებიც, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები აუცილებლად იქნება მისახედი იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ჯანდაცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ გვექნება მუნიციპალური კლინიკები, მუნიციპალური საავადმყოფოები და მუნიციპალური აფთიაქები. კი, მოდი ეს თემა კარგად გავშალოთ. სანამ ზარ შემოვიყვანთ, ახლა მე ბატონს მინდა აუცილებლად პასუხი გავცია დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით, გეთანხმებით ნამდვილად სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე ვთქვათ ახალშობადობა და ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილად ეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე ვდგევართ, მაგრამ ჩემო ძვირფასო ბატონო, თქვენ იცით, რომ კანონი არ არსებობს, სადაც აღნიშნული იქნება, თუ რომელი ოჯახი ითვლება მრავალშვილიან ოჯახად. ანუ კანონში რომ არ მიწერია და განსაზღვრული
მშობლი რო არა მოქვს ბატონო ოთარ, რამდენი შვილი უნდა ვიყოლიო რომ მრავალშვილიანი ვიყო. შესაბამისად იქ ხომ არც ის არ არის გაწერილი თუ რა დახმარებები უნდა მივიღო მე ხელისუფლებისგან. ანუ არანაირი სტიმულაცია მე იმისთვის და სტიმულირება არ გამაჩნია რომ მე ბევრი შვილი ვიყოლიო სახელმწიფოს იმედად რომ მე სახელმწიფო დამეხმარება. ანუ მრავალშვილიანი ოჯახი რამდენია 2 შვილით, 3 შვილით, 5 შვილით, 10 შვილით ეს არ არის არსად გაწერილი. კლავზარია პირდაპირ ეთერში მობრძანდით გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. მოგესალმებით. მე არ ვარ თქვენი ამორჩეველი. საერთოდ არა ვარ ამორჩეველი, მე არავის არ მორჩევ არც ერთ პარტიას, იმიტომ რომ არ მომწონს არც ერთი და. აი ბატონ ოთარს დავეთანხმები, მომეწონა მისი იდეები ძალიან თუ შეიძლება რომ განახორციელოს ეს. და რაც შეეხება ახლა მე ქალაქის მენს ხო? თქვენ წეგან ახსენეთ რომ რუსთავში ესეა ისა, მაგრამ რუსთავი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არის დღეს ვიდრე თბილი. ბევრად. იმიტომ რომ იმათ ვიღაც ხალია მგონი ნინო ლაცაბიძე. ლაცაბიძე დიახ. აი შეიძლება თუ ისე მოწონთ რუსთაველებს და უყვართ ის ხალი. რაღაცა ბევრ ამის აკეთებს. კი. ეს ვერ მოვიშორეთ, ეს ვინ არის? კაცო, ეს ვინ არის? მოგვაშორეთ რა. თქვენ უნდა მოაშოროთ არ მივდივარ არჩევნებზე. ციხეში უნდა იყოს ეს. ხო და აბა არჩევნებზე რო არ მიბრძანდებით, ბოდის გიხდით არ გახვიდეთ. არ გახვიდეთ ეთერიდან და არჩევნებზე რომ არ მიბრძანდებით, ვინ უნდა მოგაშოროთ? იქნებ და უნდა წაბრძანდეთ არჩევნებზე და შემოხაზოთ ის ბატონი ოთარი, რომელიც ასე ძალიან მოგეწონათ. მისი იდეა. არა, ნამდვილად მომეწონა, მაგრამ არ მიდის. არა, არჩევნებზე მისვლა აუცილებელია თუ არა, ვერც ჩემი ხელები და ვერც ბატონი ოთარის, ასე ვთქვათ, მუსკულები ბატონ კალაძეს ვერ მოგაშორებთ, თუ კი ვთქვათ არ გააფერადეთ ნომერი 8 გენაცვალე პირიქით, იაქტიურეთ, აუცილებლად მიბრძანდით და დამერწმუნეთ, რომ მოუშორებელი არაფერია. არაფერია. ჩვენ უნდა მოვინდომოთ ყველამ ერთად. მოგონა გადმოიყვან და ეს წაიყვანო სადაც უნდა კაცო. მოგაშორეთ ეს კაცი და ვინ არის? მიდით რა დღეში ჩაავდო? მიბრძანდით არჩევნებზე და მოვიშოროთ ერთხელ და სამუდამოდ. კარგით, გენაცვალე, მადლობა. გემშვიდობებით. ბატონო ოთარ, ჩვენ საუბრობთ ამ ხელმოკლე ოჯახებზე და იცით რა არის, მინდა გითხრათ, რომ მათ უდიდეს ნაწილს ბანკებში აქვს ჩადებული თავისი ქონება. სხვადასხვა გაჭირვების გამო იქ ზოგს ოპერაცია აქვს, ზოგს ბავშვი ყავს სასწავლებელი. მართო რამდენი მაყურებელი ყავს, არ შეიძლება რომ ვალოდინოთ, ისე უნდა შემოუშვათ ზარი. მოვძანდით, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. მიბრძანდებით? ინჟანერი. კარგი ხალხი ვართ. თქვენი მპარდებით. ა? ობიექტივში რეკავთ, ხო? მე ბატონი დავერეკა. საკონკოტაშვილთან რეკავო. დღეს არ არის ეთერში. არა, დღეს არ არის ეთერში, სამწუხაროდ მის დროს როცა არის ახლა მე არ ვიცი ზუსტად ეს დღეები, გეტყოდით, დარეკავდით. რა კითხვა გაქვთ? კითხვა დასვით. იქნებ ჩვენ გიპასუხოთ. გაითიშა. ხო და ჩვენ საუბრობთ ამ გაჭირვებულ ოჯახებზე და მათი უდიდეს ნაწილს ბანკებში აქვს ჩადებული. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს მათი მხარდაჭერა? რა გზით შეიძლება წავიდეთ, რომ ამ ხალხს დავეხმაროთ? ეს არის ცნობილი სახელით იპოთეკარების პრობლემა, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით მართლაც აი ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯერ იყო და სააკაშვილის დროს, როცა ადამიანი მოხვდებოდა ციხეში, ვიცით ყველამ რა საშინელ პირობებში იხდიდნენ სასჯელს ბევრი მათგანი სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ამიტომ ის ადამიანი, ვინც აღმოჩნდებოდა მის ციხეში, ცდილობდა თავისი ქონების გაყიდვით, თავი ბინების, მანქანის, აგარაკის თუ რამე გააჩნდა, ყველაფერი ჩადებული ჰქონდათ და დაკარგეს ასე. ეს იყო ერთი კატეგორია ადამიანების. მეორე, ვინც წამოიწყო ბიზნესი და ერთადერთი ბინად ჩადო ან ერთადერთი სახლი ჩადო ბანკში და ეს ბიზნესი სრულიად წარუმატებლად წარიმართა, უამრავი შემთხვევა ასეთი და დაკარგა და კიდევ ბევრი ოპერაციებით თქვენ ახსენეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საზღვარგარეთ მკურნალობა ვიცით რომ მართლაც არ არის იაფი და ამის გამო ბინები, სახლები არის ჩადებული. ამისთვისაც აუცილებლად უნდა შეიქმნას კომისია, ბევრი ვინც იძულებული გახდა
რომ მართლა დაეთმო ეს ბინა რა მიზეზით ჩაიდო ეს ბინები, ხო, სახელმწიფო გამოიწვიეს? სასარგებლოდ იქ ის ხალხი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და რაღაც გზები გამოინახოს აქ კომისია უნდა მიუდგეს ამას ინდივიდუალურად და შეისწავლოს შეისწავლოს თითოეული საქმე და შეძლების დაგვარად ყველას მიეხედოს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ყველასია და იმიტომ ირჩევს ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება ვალდებულია, რომ ასეთ ხალხს დაეხმაროს. ანუ კვლავ ბიუჯეტიდან შესაძლებელია გამოსყიდვა ამ ბინების. კვლავ ზარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ისაუბრეთ. აიო ბრძანეთ ბატონო, ბრძანეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გესმით ჩემი? დიახ, დიახ. გისმენთ? ალო გვესმის ბატონო, ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. გესმით? დიახ, დიახ, ისაუბრეთ. მე მინდა ხო და გავაგებინო ყველას. დიახ. მე მინდა რომ ყველამ გაიგოს რომ მე ვარ 88 წლის კაცი. მიჭირს ძალიან სიარული. მაგრამ ხო ყველას ახალგაზრდიდან დამოყოლებული ის ვისაც უფლება აქვს უკვე რომ მისცეს ხმა ნება იბოძონ და მისცენ ხმას უყველა. ჩემნაირი მდგომარეობა რო გქონდეს რაც არ მევიდოდ არ შენზე, მაგრამ მე თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ მივიდე და მისცე ხმა პატრიოტთა ალიანსს. გაიხარეთ გენასა. ამიტომ ყველამ უნდა გაითავისოს ეს ამბავი თუ რა პირველ რიგში გვიწევს ცხოვრება. დიახ. დიახ. ურმესი მადლობა ბევრი წელი წინ და ჯანმრთელობა თქვენ, რა თქმა უნდა, ამაზე დიდი რეკლამა და ამაზე დიდი მხარდაჭერა რა გინდა და ამაზე დიდი მოწოდება. ნამდვილად ურმესი მადლობა ბატონო ჩემო, ძალიან გულითადი დალოცვა იყო. ბატონო თარ, ვაიმე კვლავ ზარია კითხვისა დასმის საშუალებაც აღარ მაქვს. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გაითიშა. ბატონო თარ, ჩვენ საუბრობდით ახლა ამ უმწევ და გაჭირვებულ ოჯახებზე და არ შეიძლება ჩვენ არ ვისაუბროთ ამ ამბულატორიულ და სამედიცინო მომსახურებაზე და ამავდროულად წამლებზე, რომლებიც ასე ძალიან გაძვირებულია. აი, რით შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ 57% 1800 კაცი გამოიკითხა და 1800 კაციდან 57% პირველადი მოხმარების საგნებს ვერ ყიდულობს. პროდუქტს ვერ ყიდულობს და 46% საერთოდ ვერ იღებს ვერანაირ სამედიცინო დახმარებას, მომსახურებით ვერ სარგებლობს და დაახლოებით 63% კიდევ წამალს ვერ ყიდულობს. აი გესმით, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტები და რაღაცა ციფრებია და აი რითი შეიძლება ჩვენ ამ ადამიანებს დავეხმაროთ? მინდა მადლობა უთხრა ბოლოზარს, მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ეთყობოდა და იცის ჩვენ შესაძლებლობების შესახებ, იცის რომ ჩვენ ხალხს არავითარ შემთხვევაში არ მოვატყუებთ, ჩვენ რაც დაუპირდით ჩვენ ხალხს ყოველთვის შეუსრულეთ და მადლობა მინდა უთხრა მას და მინდა უთხრა რომ გააგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში ის რისი გაკეთებაც შეგვეძლო დავეხმარეთ სადღაც 60,000-მდე ოჯახს. კოვიდი იყო და ჰუმანიტარული დახმარებები გაუგზავნეთ, ვიღაცას სახურავი ქონდა შესაკეთებელი, რამოდენიმე ოჯახს ბინები შეუძინეთ. იყო ჩვენ გვაქვს ფონდი ობიექტივი ერქვა ამ ფონდს და მართლაც მე თვითონ მიხაროდა რომ ამდენი ადამიანის დახმარება შევძერეთ. წარმოდგენილი გაქვთ ჯადოსნური ყუთიც გახსოვთ ჩვენ თუ გვექნა იმის რიჩაგები სახელმწიფოში რომ მსგავსი რაღაცები უკვე სახელმწიფო დონეზე გადავწყვიტოთ, მერე ნახეთ თქვენ ჩვენი მხარდაჭერა. ეს იქნება პრაქტიკულად ზღვაში წვეთი ის რაც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ჩვენ ამისთვის ვართ, ჩვენ ჩვენი ხალხის ინტერესებს ვიცავთ, მის გვერდში ვართ და ჩვენი ხალხის უფლებები გვაქვს დაცული კიდე სააკაშვილის დროიდან, როცა ქვეყანას ის ვაჟბატონი თავზე გვამხობდა. შემოვიყვანოთ ზარი და გავაგრძელოთ საუბარი. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ისაუბრეთ. იქნება პრაქტიკულად ზღვაში წვეთი ის რაც მოხდა განმავლობაში. ჩვენ ამისთვის ვართ, ჩვენი ხალხის ინტერესებს ვიცავთ. ისაუბრეთ. დაუწიეთ ტელევიზორს და ისაუბრეთ ბატონო. გაითიშა, არ ვიცი მე რისი ბრალია ეს. არა და ძალიან ბევრი მსურველია. რით ვაპირებთ ამ ხალხის დახმარებას ბატონო ოთარ?
მე აი წამლებს რო ვერ ყიდულობენ, თქვა სამედიცინო მომსახურებას რომ ვერ იღებენ. კარგია დღეს ის რომ მართლაც ბევრი ისეთი კარგი კლინიკაა საქართველოში, მაგრამ ისეთი სიძვირეა რომ იქ ნებისმიერ ადამიანს მართლაც არ შეუძლია, არ აქვს იმის სახსრები რომ იქ იმკურნალოს, იყოს ესეთი კლინიკები, არავინ ხელს არ უშლის, იყოს ეს სადაზღვეო სისტემა როგორიც არის, მაგრამ იმ გაჭირვებული ხალხისთვის, იმ მრავალ ათასიანი არმიისთვის, რომელიც მე ჩამოვთვალე იქ სოციალურ დახმარებას რო იღებს და საარსებო შემწეობას, ესეთი ადამიანებისთვის აუცილებლად უნდა აშენდეს მუნიციპალური საავადმყოფოები და გაიხსნას მუნიციპალური აფთიაქები, იმიტომ რომ ვიცით რომ აფთიაქებშიც არ შეიცვლება ფასები. კოსმოსამდე არის ავარდნილი და სახელმწიფოს არაფერს არ ეუბნება ამ აფთიაქების მეპატრონეებს, რომ 200 და 300%-იანი დარიცხვები არ გააკეთოს ისეთ წამლებზე, როგორც მაგალითად მეზობელ ქვეყანაში 2 და 3 ლარი ღირს, აქ იყიდება 60 და 70 ლარად. კი, 180%-ით ზვირების ჩვენთან წამლები. მათ დარიცხვებს არ აქვს არანაირი ჭერი და არანაირი ბოლო არ უჩანს რა პრინციპში. ზღვარი არ უჩანს. იგივე ხდება სურსაძე, რა არის აქ დასამალი, რძეზე, რძის პროდუქტებზე, ზედზე, რომელიც ინვოისით შედის ლარნახევრად, იყიდება 9 ლარად, 10 ლარად. 12 ლარად. ხტებით ხო რა სიტუაცია გვაქვს. პარალელურად არსებობს ანტიმონოპოლიური და კონკურენციის სააგენტო, რომელმაც უნდა მოთოკოს ეს ხალხი, მაგრამ ამას არ აკეთებს. ამისთვის სახელმწიფოსგან იღებს ათასობით ხელფასს. თითო სამსახურში არის 100-150 ადამიანი, ყველა ერთად არაფერს არ აკეთებენ. მათ საიტებზე რო შეხვიდეთ, მიხვდებით, რომ სულ სხვა რაღაცით არიან დაკავებული, ვიდრე იმით, რომ სწორედ აი ასეთ ორგანიზაციებს, ასეთ ქსელებს ელაპარაკონ, ამიტომ აუცილებლად უნდა შეიქმნას მუნიციპალური აფთიაქები, აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს მუნიციპალური ბინადმშენებლობა და მუნიციპალური საავადმყოფოები. ასევე აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან, სეზონური ტანსაცმელი შეუძინოს სახელმწიფომ, გაფართოვდეს ესე კვების მიღების წერტილები, რომელიც არის სასადილოები, უფასო სასადილოები და თითო კაცზე არ უნდა იყოს იქ გამოყოფილი ლარნახევარი ან 2 ლარი. 2 ლარის რა უნდა ჭამოს ადამიანმა? ეს ლარი და 75 თეთრია ბატონო ოტა. ხო, ეს არის კატასტროფა. და რაც ყველაზე მთავარი, იქ შესვლის უფლება ყველას კი არ აქვს, იქ სი აქვს და ჩამონათვალი და ყველას უნდა ქონდეს იქ შესვლის საშუალება. იქ ოჯახის ერთი წევრი კი არ უნდა მიდიოდეს, ის შვილებით და თავისი მთელი ოჯახით უნდა მიდიოდეს ის გაჭირვებული ადამიანი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პროგრამა არის. ეს პროგრამა, რომელიც აუცილებელია და უნდა მუშაობდეს მთელი ქვეყნის დღეს არ უჭერს სახელმწიფოს ისე იმხელა შემოსავლები არის მართლა გაზრდილი. ბოლო 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტი გაიზარდა თბილისის მილიარდ ლარზე მეტი არის გაზრდილი. ამიტომ ამის საშუალება აქვს დედაქალაქს. ნებისმიერი პროექტისთვის 3-4% წლიურად რომ გამოყოს, ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარებადია. ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. კარგად გზამდებოდეთ.